რა ხდება დაო? გაბრაზებული ხარ? რას აკეთებ ძმაო? რას გულისხმობ? დევა მოვიდა. მოვიდა? უთხარი რომ ტბასთან მოვიდეს. სრაფად მეჩქარება. დევას ცხენია ჩუქე? ხო. წინააღმდეგი ხარ? არა, რა თქმა უნდა არა. მაგრამ შენი ერაღი დაღარე. მასთან ერთად ბრენდის შექმნას აპირებ. პატიოსანი ბიზნესით გინდა დაკავდე. შენ რა ჭკუიდან შეიშალე? რაზე ლაპარაკო? ახალი ამბები თურმე რა სწრაფად ვრცელდება. კარგი. ცნობის მოყარეობა დაიკმაყოფილე? არა, და ის არმაღანი? მისთვის ყველაფერი გითქვამს. რა უნდა მექნა? დედის საქციელი უპასუხოდ დამეტოვებინა? უფლება აქვს იცოდეს თუ როგორი დედა ჰყავს. ძმაო, შენში სინდისმა როდიდან გაიღვიძა? რის თქმას ცდილობ გულენდამ? რა, სინდისი არ გამაჩნია? ძმაო, მე ვიცოდი რომ დევას მიმართ გრძნობა გქონდა. გამიხარდა კიდეც რომ ჩემი ძმის ცხოვრებაში ვიღაც გაჩნდა. მაგრამ შენს თავს არ ეკუთვნი. გესმის? დევას და არმაღანის გამო შურისძიების გეგმაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება აწყობდი? უარს ამბობ? ასეა? გულენდამ, რაც არ იცი ნუ ერევი. ხო, მართალი ხარ. ხედავ რომ შენ ახალ ცხოვრებაში რომელსაც ახალი ფურცლიდან იწყებ, ჩემი ადგილი აღარ არის. ასეა. ღმერთო ჩემო. როგორ ჩანს დევა და შენი ახალი ძმა არმაღანი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. გულენდამ სისულელეს ნუ ამბობ, არმაღანი შენი ძმაც არის. არა, არმაღანი ჩემი ძმა არ არის და არც არასდროს იქნება. ახლა ვერ მოკვდეს. წარბი არ შემიტოქდება. ხო, მოკვდეს. რომ ეს დრამა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. დევა? მე ერთხელი გაწია. მოდი აქ. ასეთი უსინდისე როგორ ხარ? რას გადამეკიდე? არ მომეკარო? პრობლემები გვაქვს. საკმარისია, თავი დამანებე. ვეფა საქმის კურსია, ჩვენზე ყველაფერი გაიგო. იცის რომ დანიშნულები ვიყავით. რას ამბობ? ჰა. როგორ გაიგო? გულჯემალს რატომ არ უთხრა? ეს რომ მიცოდეს ახლა აქ არ ვიქნებოდი. ასეა, მაგრამ ხელში კოზირი მიჭირავს გულენდამის სახით. ვერ მივხვდი. უთხარი რომ თუ რამე დამემართება, მხოლოდ მე არ მოვკვდები, შემდეგი გულენდამი იქნება მეთქი. რას ამბობ? ხომ იცი რომ მასზე უგონოდ არის შეყვარებული. რა გარეწარი ხარ? ამ გოგოს ასე სასტიკად როგორ ეკცევი? ასეთი უსინდისე როგორ ხარ? მე ახლა ჩემი სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობ. არ მომეკარო. თუ ამ სახლში დაბრუნდები, ენას კბილს დააჭერ, გასაგებია? დაიმახსოვრე. ამას მე მეუბნები? რატომ უნდა გავჩუმდე? მე არავისი მეშინია. გულჯემალისთვის არაფრის დამალვას ვაპირებ. რაც იქნება, იქნება. რა თქმა უნდა. გულჯემალი შენ მაინც არაფერს დაგიშავებს. ხო, სულელი ვარ, სულელი. ამ ამბავში ერთადერთი მსხვერპლი ხომ მე ვარ. ღვთისგულისათვის, ხომ შეიძლება ვინმე მაინც შემიბრალოს. მე რატომ არავინ მიბრალებს? მორჩა, დამთავრდა. ჩათვალე რომ მკვდარი ვარ. ჩემი საქმე წასულია. მე ხომ სულელი ვარ, არა? რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? გამანადგურეთ, მომკალით. არა. შენ სულელი არ ხარ. შენ ნამდვილი ნაძირავა ხარ. ამიტომ გიждები არა? ფუფუნამაში ცხოვრების შესაძლებლობა მოგეცა. ძვირადღირებულ მანქანებს, ფულს, ფეშენებელურ ვილებს არ გინდა შეელიო, არა? ეს გოგო იმიტომ შეგეყვარდა, ხომ ასეა? პირდაპირ თქვი რომ ასე ცხოვრებაზე უარის თქმა არ გინდა. ხომ არ ეჭვიანობ? უკვე გულს მირევ. არ მომეკარო. გონი ვერ ხვდები. გონი მართლა ვერ ხვდები. მომისმინე. არც შენზე ვაპირებ უარის თქმას და არც მასზე. გასაგებია? როგორ შეიძლება ასეთ სილამაზეზე უარი თქვა? როგორ შეიძლება?
გარე წარი ხარ. ნამდვილი ნაძირალა. ავად მყოფი. რას აკეთებ? მასთან მიახლოვება ხომ აგიკრძალე. ეს იმიტომ ვუთხარი, რომ სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. რა სისულელეც ამბობ. უკანასკნელად გაფრთხილებ. იცოდე დევას გვერდით თუ კიდევ დაგინახავ. რა ხდება? აქ რას აკეთებთ? დევაჰანიმს უცებ წნევა დაუვარდა, მინდოდა რამე მომეტანა, აირანიან რამე. გარაჰანიმს ვეკითხებოდი მარილი და იოგურტის ადევს მეთქი. ხო, ასეა. რადგან ფეხზე დგახარ, ესე იგი უკეთხარ. კარგად ვარ. კარგად. ხო, ახლა უკეთ ვარ. თუ სიარული შეგიძლია? ჩემი ძმა ტბასთან ხელოდება. კარგი. რადგან ასეა წავალ. მოდი ჩემთან. ეს გოგო ნერვებს მიშლის. მეგონა მოგწონდა. მომწონდა. სანამ ის ნამდვილ სახეს დავინახავდი. ჩემმა ძმამ მას თავისი ცხენი აჯუქა. მის გამოიარაღის გამოყენებაზე უარი თქვა. ხოლო სახლში წვეულებას მართავს. ხომ გეუბნებოდი ის გოგო საერთოდ არ მომწონს მეთქი. დროა შენს ქმარს დაუჯერო, რომ მერე იმედგაცრუებული არ დარჩე. დაიმახსოვრე. დაფიქრდი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა დევაჰანიმ. გმადლობ. გახსენი. რა არის? გახსენი და ნახავ. ასე. 17 წელია პისტოლეტს ვატარებ. საჭიროების შემთხვევაში უყოყმანოდ ვიყენებდი კიდეც. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ჩვენი დევიზი ცხენი და იარაღია. ასე რომ სახლში რა იარაღიც იყო, ყველა აღდებს. ჩემს ხალხსაც ჩამოვართვი. აღარ შევეხებით. ანუ პრობლემის მოგვარება საკუთარი ჭკუით, საკუთარი ძალის ხმევით შევეცდები. მონსტრი აღარ ვიქნები. იმედი მაქვს არ ვიქნები. რა სიტყვი? იმედი მაქვს. კარგია. როგორც ამბობენ, ყველაფერი იმედით იწყება. ხო. ასე. ეს ახალი ბრენდის საბუთებია, რომელსაც ვაწარმოებთ.
ჩემი სახელი ქვია? ხო. ამაზე ვიფიქრე. კარგი ვარიანტია, რატომაც არა. შენ სამ ბრენდის ნაწილი ხარ. შენს ხელმოწერას ველოდები. მეგონა ხელმოწერის ცერემონიალს მოაწყობდი. ფიქრობ ასეთი რაღაცები მოგწონს. რატომაც არა, მოვაწყობ. მიღება ხვალ დღის 2 საათზეა. ყველა საქმე გადადე. ნახოთ. ბევრი ხალხი არ არის დაპატიჟებული, წვეულება ვიწრო წრეში გაიმართება, მაგრამ ნუ ღელავ. ამის შესახებ ტექსტილის ყველა მწარმოებელი შეითხოვს. ესე იგი დარწმუნებული ხარ რომ მოვალ? ხო, ხომ დამპირდი. შენც ჩემსავით პირობას ყოველთვის ასრულებ. წარმატებები. წარმატებები. როგორც პარტნიორებს ხომ არ გვესადილა? რა სიტყვი? სიამოვნებით, მაგრამ ხვალისთვის გადავდოთ. მამა ჩემ არ იცის რომ აქ ვარ. თუ ჩემთან აპირებ თანამშრომლობას მოგიწევს მამისთვის თქმა. რადგან ხელი მოვაწერე, ვალდებული ვარ ვუთხრა. სახლში მივალ და დაველაპარაკები. ძალიან კარგი. რადგან ასეა სოფელში გაგიშვებ. ვეფა. დევაჰანი სოფელში წაიყვანე. თვითონ წავალ. კიდევ ერთხელ გილოცავ. გილოცავ. მოდი აქ. რა ხდება? მანქანაში ჩაჯექი. გამიშვი. ხელი გამიშვი. მანქანაში ჩაჯექი. ჩაჯექი მეთქი. რა ხდება? ჩაჯექი. შემეშვით ვინ ხართ? ჩაჯექი, ჩაჯექი. არ გინდათ. ჩაჯექი. ხელი გამიშვით. ვინ ხართ? სწრაფად. რას აკეთებთ? ვინ ხართ? გამიშვით. გამიშვით. გამიშვი. თვითონ მივალ. ხელი გამიშვი მეთქი. ხვდებით რას აკეთებთ? მაფიოზობანას თამაშობთ? მანქანაში ადამიანის იძულებით ჩასმა არ შეიძლება. ამას გადაცემა ქვია. ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა, სანამ გამომაგდებდი. როგორც ხედავ, ჩემი ერთი სიტყვა და ჩემს ფეხებთან ხარ. შენ მე არ მიცნობ. ახლა ზაფერ ფეხლივან სახლოს გაიცნობ. არა, მშვენივრად გიცნობთ. როცა ცოცხლად დამარხეთ, იმ დღეს მივხვდი რა მონსტრი ხართ. თუ ეს სპექტაკლი ამისთვის გჭირდებოდეთ, ტყუილად გაისარჯეთ. სულ ტყუილად. თავი ვინ გონია? ასეა თუ ისე ხვალ შულს მომიყვან. ვერ ვხვდები რომელ შულს გულისხმობთ. მას რომელმაც მიგადოვეთ? თუ მას რომელიც თქვენ მიადოვეთ? ჩემს მოთმინებას ნუცდი. მე მხოლოდ ერთი შვილი მყავს არმაღანი. თუ მათ არ შეიმჩნევთ, გონიათ სადმე გაქრებიან? ისინი თქვენი ცხოვრებიდან განდევნეთ.
მაგრამ მაინც იქ არიან. ცოცხლები არიან. ორივე, გულჯემალიც და გულენდამიც. მათი მიტოვება როგორ შეგეძლოთ? ამის მერე ცხოვრება როგორ გააგრძელეთ? როგორ ჭამთ, სვამთ? ლუკმა ყელში როგორ გადაგდით? ვინ ხარ რომ ჭკუას მარიგებ? ცხოვრებაში რა გინახავს? სიყვარულის რა გაგიგება? იცი რას ნიშნავს, როცა შენი გული სხვას ეკუთვნის და სხეული სხვას? იცი ეს რამხელა ტკივილია? თუ ცხოვრება ამ გზით წაგიყვანს, მაშინ გაგახსენდები. როგორც არის, საუბარი გაგვიგრძელდა. დრო ხვალამდე გაქვს. საღამოს 6 საათამდე შვილს მომიყვან. არ ვაპირებ. რას მიზამთ? ისევ ცოცხლად დამარხავთ? გულჯემალს შენი და მერთის ნიშნობის ამბავს ვეტყვი. ჩემი სიტყვები გულს ადგენს. მისთვის ყველაზე არასასურველი ქალი გახდები. ჩემ მერე. დრო საღამოს 6 საათამდე გაქვს. რომელი საათია და ჯერ ისევ არ ჩანს. ცხადია ტყუილად ვლაპარაკობ. არავინ მისმენს. მამა, რა? ცაცხვრის ჩაი დავაყენე. და ლიდა გამშვიდებს. აი ისიც. მოდი შვილო. აქამდე სათხარ. აქ ვარ, მამა, აქ ვარ. ხომ გითხარი გასაუბრებაზე ვიღავი? შვილო, საათ შეხედე. შეგეტყობინებინა მაინც. შეთანხმებას მივახციეთ. ამიყვანეს. პირობებზე ვთანხმდებოდით და ამიტომ შემაგვიანდა. ესე იგი გამოვიდა? ხო. მადლობა ღმერთს. თქვი შვილო, რა მოხდა? ყველაფერი ისეა, როგორც მინდოდა. ძალიან გახარებული ვარ. სად იწყებ? ეგ ადგილი ვიცით? მე ვერ ვიტყვი, რომ სადმე ვიწყებ. საკუთარი ბრენდის წარმოებას ვიწყებ. ეს როგორ? მართლა საკუთარი ბრენდი მექნება. მიდი შვილო, ყველაფერი დეტალურად მოყევი. იცი, ალბათ ცოტა გაბრაზდები. ყოველ შემთხვევაში ასე მგონია. ბრენდს გულჯემალთან ერთად შევქმნი. მამიგო, მომისმინე. შენგან რა უნდა მოვისმინო? რაც უნდა გითხრა, მაინც არ მომისმენ. დღეს შენი განაწყენება არ მინდოდა. არ მიჩხუბია, ხმისთვის არ ამიწევია, მაგრამ თუ ასე გააგრძელებ, დამივიწყე. რა? თუ გულჯემალთან წახვალ და მასთან იმუშავებ, მამა სახელად იბრაჰიმი აღარ გეყოლება. მამა, მამა, არ გინდა. დამშვიდეს და მერე დაილაპარაკეთ. რა გავაკეთო? გისმენ. მართალი იყავით.
გულჯემალის სახლში დევასთან ერთად მოვიდა. ვიცოდი. ის იცოდით დევასთან ბრენდი რომ შექმნა რა? ოფიციალური მიღება ხვალ არის. ესე იგი გულჯემალს კიდევ ერთი გზა უპოვია იმისთვის, რომ დევას გული დაიპყროს. მხოლოდ მისი გულის დაპყრობით არ შემოიფარგლება, ის მისით არის შეპყრობილი. რა? ხო, გულჯემალმა იარაღი დაყარა, სახლში პისტოლეტი აღარავის აქვს. ახლა ის ჯენტლმენად იქცა, რომელიც ყველაფერს ჭკუით მოაგვარებს. ამის გაკეთება დევას თხოვა. შეძრული ვარ. რა ამაღლებული სიყვარულია. ხო, მასთან დალაპარაკებას ვცდილობ, ის კი ისეთ არ მიყურებს. ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. მართალიც არის. როგორ და ასე? ის მკვლელია დევა. მკვლელია. მკვლელი. არ მაღან მომისმინე. შენი კარგად მესმის. ვიცი რასაც განიცდი, მაგრამ მე და შენ გულჯემალს სხვადასხვანაირად ვხედავთ. დევა, ის რას ნიშნავს? როგორ გითხრა? კაცი, რომელსაც მე ვიცნობ, ასეთი არ არის. ის ძალიან დაიტანჯა. საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. ის ტრავმირებული ბავშვია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. და შენ ის გოგო ხარ, რომელიც თავისი სიყვარულით გამკურნავს. ასეთი რამ არ მithქვამს. დარწმუნებული ხარ? დევა, შენ ჩემი და ხარ. ერთად გავიზარდეთ, კარგად გიცნობ. მამას თვალებში უყურებ და გეშინია არაფერი დაემართოს. და ახლა მამას წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ წახვალ და გულჯემალთან იმუშავებ? ვთვლი, რომ ის შანსი იმსახურებს. სულ ტყუილად ვთვლი. არ მაღან, ვთხოვ, ჩემზე ნუბრაზობ. შენზე არ ბრაზობ. შენ უბრალოდ ლოგიკურად ვერ აზროვნებ. გულჯემალი ის ადამიანი არ არის, ვინც გგონია. იმედი მაქვს, ამას იქამდე მიხვდები, სანამ გვიანი არ იქნება. იმედი მაქვს. დასაძინებლად მივდივარ ღამე მშვიდობისა. არ მაღას დავახმარები. ღამე მშვიდობისა. Yarın 6'ya kadar vaktin var. დრო ხოლმე 6 საათამდე გაქვს. ამას არ მაღანს ვერ ვეტყვი. ზაფერჰანი, ყველაფერი დამთავრდა, ცუდად არის ჩვენი საქმე. რა მოხდა? ტენდერს გვართმევენ. პრობლემა არ არის. იძულებულს ხვდიან დიდ ძალი ჯარიმა გადავიხადოთ, ჩვენ კი ამდენს ვერ გადავიხდით. ის ორი ერთად მოქმედებს. მშვენიერია. ჯერ ტენდერი წამართვეს. მერე ჩემი შვილი განაწყვეს ჩემ წინააღმდეგ. ზაფერჰანიმ დანაკარგი დიდი იქნება ჩვენს ტენდერს. გულჯემალს გადასცემენ. ვერ შეძლებენ. თანაც საქმე ეს არ არის. იმ ხალხს დავუკავშირდი, ვინც დევა დამარხა. ხო, მაგრამ მათ გულჯემალის ეშინიათ, ამბობენ, რომ მაშინ ძლივს გადაურჩნენ. გულჯემალთან და დევასთან საქმის დაჭერა აღარ უნდათ. უთხარი, რომ გულჯემალი განიარაღებულია. აღარც დაცვა ყავს. თავისი სიყვარულის ხათრით. და დაწყებული საქმე დაასრულონ და ამ რომას წერტილი დაუსვან. თქვენ რა გინდათ, რომ დევა მოკლან? ჯერ ქმარი წამართვა. შემდეგ ყველაზე ძვირფასი შვილი. გულჯემალი იქამდე არ მოკვდება, სანამ მას ყველაზე ძვირფას არ წავართმევ.
იფეკ შვილო, 2 წუთი გაქვს. დაკავებული არ ვარ. რა მოხდა, მამა? დევა არ არის. დარწმუნებული ვარ ისევ მასთან წავიდა. დევა არ საწასულა. სადღაც აქ არის. ხუმრობ, თელ სახლში ვეძებდი, გარეთაც ვნახე. მამა, დამშვიდი, გთხოვ. თუ ისევ არ მომისმენა და მასთან წავიდა, ამჯერად არ ვაპატიებ. მამა ის არ წასულა. ძუხალ მასთან ძალიან მკაცრი იყავი. მას მერე მეც ველაპარაკე. მაგრამ არაფერი მსგავსი არ უთქვამს. ბოლო დროს მეტად დაძაბული ვარ. როგორ დამშვიდე, დევა სახლში არ არის, დარწმუნებული ვარ გულჯემალთან არის. ფეხლივანის მეორე შვილი სახლში გვიზის. როდის წავა? აქ დიდხანს უნდა დარჩეს? მამა, რა უნდა ვქნათ? არმაღანი ჩვენი მეგობარია. ჩვენი ცხოვრებიდან იმიტომ უნდა ამოვშალოთ, რომ ცუდი დედა ხავს. თუ ეს აუცილებელია, ხო, ამოშალეთ. არ მინდა იმ ოჯახთან რამე საერთო მქონდეს. ჩვენგან თავის შორს დაიჭირონ. გასაგებია? რა სისულელეა? არმაღანს ბავშვობიდან იცნობ. რა გინდა რომ ქნა? ყველა ჩემს სახლში მოვიყვანო? წავიდნენ, არავინ მჭირდება. ასე ნუ ამბობ, გაიგონებს. გაჩუმდი. იქით წაიღე. ნარიმ. ფრთხილად. შეეჩერეთ. გოგო, გულჯემალ ბეი, შეარჩიეთ. ერთმანეთს არ უხდება. მე რომელიც ვიყიდე ის დადეთ. როგორც იტყვით, ეგ სხვაგან დადეთ. მისთვის ყველაზე არასასურველი ქალი გახდები ჩემ შემდეგ. გულჯემალს უნდა დაველაპარაკო. ყველაფერში უნდა გამოვუტყდე. რა ხდება? ეს შე არ უნდა აღგენიშნა? მაგრამ ამინდის პროგნოზე წვიმას გვირდება, ამიტომ არ გავრისკეთ. ძალიან ლამაზია. ყველაფერი არაჩვეულებრივად არის. ჯერ არ დაგვისრულებია, როცა ყველაფერს დააწყობენ, უკეთესი იქნება. ლეფიცები ახლაც ძალიან ლამაზია. მიხარია რომ მოგწონს. შეგვიძლია დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ? დავილაპარაკოთ? იქით გავიდეთ. კარგი. ძმაო, სად იყავით? სად ვიყავით? ბავშვისთვის რაღაცები ვიყიდეთ. ჯერ ძალიან ადრე არ არის? სქესი გაიგე და არ მეუბნები? არა, მსგავსი არაფერი. მეც იგივე ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა. ძალიან ხელავს, მამიკო. ხო, მაჩვენეთ რა იყიდეთ. ბევრი რამ ვიყიდეთ. აქ ხომ არ გავხსნით? მოიცა, რაღაცას გაჩვენებთ. სად არის? აჩვენე. იმედია მოგეწონებათ. ახლავე გაჩვენებთ. აი ისიც. დედიკო საუკეთესო ხარ. ეს დედიკოს. მამიკოსთვისაც არის. მზად ხარ მსოფლიოში საუკეთესო მამა გახდე. გულჯემალ ბეი, თქვენც არ დაგვიწყები ხართ. ახლავე გაჩვენებთ. ბიძია სიყვარული. ღმერთო ჩემო, ესენი სად იპოვეთ? ძმაო, ეს უნდა გენახა. იცი რამდენნაირი იყო, თვალები ეკიჭრელდებოდა. არ ვიცოდი რომელი მეყიდა. მეც გაოცებული ვარ. ჩემი დიშვილი რომ დაიბადება, ბიძია გაანებივრებს. ღმერთ მოხნეს. ბავშვისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მშობლების გვერდით გაზრდა. ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? კარგი, ცოტა დრო რჩება. რა მოიცვალეთ? ხო, პარკები გამომართვი ძვირფასო. რა თქმა უნდა. ახლავე. გადავიღალეთ. ცოტას თავისვენებთ. შენც მოემზადე. მერე დავილაპარაკოთ. დრო არც ისე ბევრია. კარგი, მოვემზადები. ოთახში ყველაფერი აიტანეს, რაც შეიძლება დაგჭირდეს. კარგი, წავალ მოვემზადები. მოგვიანებით გნახავ. არა, მან არ დადგა. სხვაგან წაიღე. აი, მიდი. მიდი. ლამაზია.
გულჯემალმა შენთვის რამდენი რამ გააკეთა. და შენ რით უპასუხე, სიმართლეს მალავ. ოჯახ, ახლა რა მოხდება? გულჯემალს როგორ ვუთხრა? მერთო დამეხმარე. მე თუ არ ვეტყვი, საფერი ეტყვის. ეს მას გაანადგურებს. შესაძლოა ამ ოთახში უკანასკნელად ვარ. სამწუხაროა, რომ მაშინ არ ვუთხარი, როცა ვერ ვიტანდი. იქნებ ჩემზე ასე აღარ ეზრუნა. ფონდი ფაქა ზაფერჰანიმთან მუშაობის სასტიკი წინააღმდეგია. საქმე ჩემს კარიერას ეხება. ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ ზაფერჰანიმი პროექტ ჩააბარებს. ვერ გავრისკავდი ეს ტენდერი, ამიტომაც წავართვი. თუ ხვალ ადმინისტრაციაში შემოივლით, დეტალების განხილვას შევძლებთ. რა თქმა უნდა. ხვალ აუცილებლად დავილაპარაკებთ. საოცრად გამოიყურები. მოოცებს თავისი გემოვნებით. შენ სარაჩვეულებრივად გამოიყურები. ცუდი გემოვნება არ აქვს. წავალ, საჭმელს მოვიტან. თვალის მომჭრელად გამოიყურები. ხო, ზოგიერთისთვის. მაგრამ შენთვის არა. წავალ და გულჯემალს ვეტყვი, რომ ჩემი ყოფილი ხარ. ემრულა. გისმენთ, ჰანიმ. დევას 1 საათი აქვს. ჩემი შვილი ამ დრომდე არ არის. დავრეკე, ჩვენი ხალხი მოსვლას აპირებს. საყვარელო, ჩუმად რატომ ხარ? მოხდა რამე? არა, კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა სხელავ. გულჯემალს ვნახავ. მიდი. დევა, ძვირფასო, გახსოვართ? მაბადეით ვერ გიცანით. ცოტა ხნის წინ ერთ პროექტზე ვმუშაობდით. დუიგუ ვარ. სასიამოვნოა, მიხარია თქვენი ნახვა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობ. დევა, ყველაფერი კარგად მიგდის, კარიერაში წინსვლა გაქვს. გმადლობთ ღმერთის წყალობით. ნება მომეცი კითხო. მიჩვენება თუ რამე მეშლება. ის თეთრ პიჯაკიანი ჯენტლმენი თქვენი საქმრო არ არის? არა. საიდან მოიტანეთ? ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ნიშნობა ჩაიშალა. ის არაფერი შუაშია. ვფიქრობ გეშლებათ. წავალ დანარჩენ სტუმრებსაც ვნახავ. ისევ შევხვდებით. დროებით, საყვარელო. აბა, წოულება როგორ მოგწონს? ლამაზია. ყველაფერი ძალიან ლამაზია. ხო, სიტუაცია შეეფერება. შეიძლება ვახშმამდე დავილაპარაკოთ. შენთან დალაპარაკებას მეც ვაპირებდი, მაგრამ რაღაცას ავიღებ. 10 წუთში ორანჟერიაში შევხვდეთ. კარგი.
ვიცოდი დღეს ჩემ შულს რომ ვერ ვნახავდი. საქმეს მივხედოთ. ფიქრობ ის ღონისძიება მოსაწყენი იქნება. ცოტა გავამხიარულოთ.